საღამომშვიდობისა პირდაპირ ეთერშია ღამის კურიერი, მე ჟურნალისტი ნინო შუბლაძე ვარ. დასაკარგი დრო ნამდვილად არ გვაქვს, მაქსიმალურად მკვეთრი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ვითარების რადიკალურად გასაუმჯობესებლად აცხადებს პრემიერ-მინისტრი და უმაღლესი განათლების რეფორმისთვის 4 წლიან ვადას განსაზღვრავს. კობახიძე ამბობს, რომ პრობლემები არის ყველა მიმართულებით, დაწყებული შრომის ანაზღაურებით, რაც საკმაოდ დაბალია დასრულებული ინფრასტრუქტურით. რას გეგმავს განათლების სამინისტრო გამოწვევების დასაძლევად? უკვე გამოკვეთილია უმაღლესი განათლების რეფორმის ძირითადი მიმართულებები. ნათქვამია ისიც, რომ განათლების ხარისხი 2028 წლისთვის ევროპულ სტანდარტამდე აიწევს. მანამდე კი ცნობილი ხდება, რომ საქართველოს უნივერსიტეტები ევროპული რეესტრის რეგისტრაციას კარგავენ. საქართველო უკვე ყოფილი წევრების სიაში გადაიყვანეს. პარალელურად დაბნეულობა მოყვა განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას ჩინური ენის სასწავლო პროგრამაში დამატების თაობაზე. დამტკიცდება ჩინური როგორც მეორე ენის სტანდარტი და დაიწყება ჩინური ენის შემსწავლელი საგანმანათლებლო რესურსების განვითარება. ითქვა სამინისტროში, რომელსაც მოგვიანებით განცხადების განმარტება მოუწია. დაზუსტდა, რომ ჩინური ენა არა სავალდებულო, არამედ ასარჩევ მეორე უცხო ენის ჩამონათვალს დაემატება. რაც ცვლილებებს უნდა ველოდოთ სკოლამდელი და ზოგადი განათლების სფეროში, როგორია უმაღლესი განათლების რეფორმა და რა საერთაშორისო პროგრამები ხორციელდება საქართველოში. ღამის კურიერის კითხვებს დღეს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი უპასუხებს. ეს ალექსანდრე წულაძის პირველი პირდაპირ ეთერია მინისტრის რანგში. მას შესაბ მოგესალმებით, ბატონო ალექსანდრე, ძალიან დიდი მადლობა, რომ დათანხმდით ინტერვიუს. დღეს მთელ გადაცემას ვუძღვნი ფაქტიურად განათლებაზე საუბარს, იმიტომ რომ იმაჩნია, რომ განათლება ძალიან მნიშვნელოვანი რამეა. მე არა, ყველას მიგვაჩნია ალბათ ქვეყნისთვის და ახალგაზრდების განვითარებისთვის, ამიტომ მოდით ვისაუბროთ განათლების სფეროზე, იმ დაგეგმილ, არ ვიცი, სიახლეებზე, იმ გამოწვევებზე, რაც არსებობს, მაგრამ მისამებაში პრინციპში უკვე ავხსენი, მაგრამ მაინც მინდა ჩინური ენით დავიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ბევრად მნიშვნელოვან საკითხებზე გეგმავ თქვენთან საუბარს, მაგრამ ძალიან ისეთი დაბნეულობა მოყვა, ასრთა სხვადასხვაობა, ყველა თავიდან მიიღო, რომ თითქოს ჩინური ენა ხდებოდა სავალდებულო მეორე ენა და მერე განიმარტა, რომ ეს იქნება ერთ-ერთი უცხო ენა არჩევითი. ეს ყველაფერი გავიგეთ, უბრალოდ დარჩა კითხვა, არსებობენ თუ არა ჩინური ენის სპეციალისტები ქვეყანაში და საერთოდ თუ იცის ჩინური ენა, ეგეც არ ვიცი, მაგრამ ეს თქვენგან მოვისმინოთ, თუ არსებობენ ასეთი სპეციალისტები. გასაგებია, მადლობა. მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მადლობა. რა თქმა უნდა, რამოდენიმე დღის წინ განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ წარადგინა ზოგადი განათლების ხედვა. ჩვენი მიზანი იყო ფართო საზოგადოებასთან, სასკოლო საზოგადოებასთან ერთად გაგვიხილა ის სიახლეები, რომლის შემოთავაზებაც ჩვენ გეგმავთ სასკოლო საზოგადოებისთვის. მათ შორის შეიძლება ითქვას, რომ ძირითადი ლაიტმოტივი აი ამ სიახლეებისა არის 21 საუკუნის და თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებზე ჩვენი ზოგადი განათლების, ანუ სკოლის მორგება, მისადაგება. ამ მიზნით, რა თქმა უნდა, არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს დაგვეგმილი და უბრალოდ ალბათ აყურებელს აინტერესებს, რაზე ვაკეთებთ ჩვენ აქცენტს. ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ სწორედ იმ უნარებზე და იმ კომპეტენციებზე და იმ ცოდნაზე, რომელიც მიგვაჩნია, რომ ყველაზე უფრო საჭირო იქნება ჩვენი მომავალი თაობისთვის. მათ შორის არის, რა თქმა უნდა, პირველი შემიძლია დავასახელო, ეს არის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა და მათემატიკის როგორც საგნის გაძლიერებული სწავლება. საბედნიეროდ საქართველოში არის ძალიან კარგი სკოლა, ძლიერი მათემატიკური და ფიზიკის სკოლებისა, აღარ ჩამოვთვლიმათ. ჩვენ ზუსტად აი ამ სკოლების მაგალითით გვსურს, რომ გაძლიერებული სასწავლო პროგრამა შევქმნათ ზოგადად ყველა საჯარო სკოლაში მათემატიკის და ფიზიკის, ასევე შეიძლება ამ საგანს პირობითად მექანიკა დაერქვას, მაგრამ მთავარია რომ ფიზიკის ჩაღრმავებული საგანი იქნება, ასე ვთქვათ, და ისევე მათემატიკის ჩაღრმავებული სწავლება იქნება შესაძლებელი მსურველებისთვის, ესეც არ იქნება ყველასთვის სავალდებულო, იმიტომ რომ ჩვენ ამას ვფიქრობთ, რომ შევიტანთ თავდაპირველ ეტაპზე საშუალო საფეხურზე, ანუ მე-11-მე-12 კლასში და მე-12-მე-13 კლასის ზოგადი ხედვა გვაქვს, რომ აი ამ პროცესში გარდა რამოდენიმე სავალდებულო საგნისა, დანარჩენი საგნები იყოს უკვე სკოლის მოსწავლის ინტერესებზე მორგებული და მისი სურვილით და არჩევანით ხდებოდეს. ანუ ნებაყოფლობითი იქნება რაღაც საგნების არჩევა. ამის გარდა მათემატიკის მიმართულებით ჩვენი სურვილია, რომ გავაძლიეროთ არსებული, ესე ვთქვათ, რესურს სკოლები, რომლებიც ჩვენ საღვნიშნე რომ ძლიერი ისტორია გვაქვს და კარგი სკოლა გვაქვს მათემატიკის, მათ შორის განვაახლოთ მათი ინფრასტრუქტურა და გავაფართოვოთ ქსელი, მათემატიკისა და ფიზიკის სკოლების ქსელი. მეორეს მხრივ, ანუ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე რაც იქნება, არის ის, რომ კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით გვსურს, რომ აქამდე მხოლოდ დაწყებით საფეხურზე იყო კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება, ეგრეთ წოდებული ისტის გაკვეთილები, ჩვენი უკვე
2025 წლის სექტემბრიდან ახალი სტანდარტი დამამტკიცეთ კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლების და როგორც დაწყებით, ასევე საბაზო საფეხურზე სრულად ყველა ესე იგი 10 კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლეს სავალდებულო იქნება კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა. თუმცა აქ ამით არ შემოვიფარგლებით ჩვენი სურვილია, რომ უკვე მე-10 კლასიდან სკოლებში საშუალებას იძლეოდეს მოსწავლემ აირჩიოს. თუ სურს მას აკადემიური მიმართულებით სწავლის გაძლიერებული სწავლა იყოს ერთ-ერთი ესეთი მიმართულება, თუ სურს მას პროფესიული მიმართულებით სწავლის გაძლიერება, ჩვენი სურვილია, რომ უკვე 2025 წლის სექტემბრის თვის 100-მდე საჯარო სკოლაში შესაძლებელი იყოს პროფესიული მიმართულების ინტეგრირებული პროფესიული პროგრამის არჩევა და ამ თვალსაზრისით ეს იქნება უკვე მათ შორის ამ პროგრამებზე ბევრი იქნება, მათ შორის კომპიუტერ ტექნოლოგიების ჩაღრმავებული სწავლების საშუალება. შეგაწყვეტინებთ ერთ წუთით, ანუ გაძლიერება კარგია, ვთქვათ, კომპიუტერული ტექნიკას გასაგებია, რომ თანამედროვეობას მორგებას წევთ, მაგრამ თუ არსებობს შესაბამისი კადრები საქართველოში და ჩინური ენით დავიწყე, იმას მაინც დაუბრუნდები, სპეციალისტები არსებობენ თუ არა, არ გიპასუხეთ, მაგრამ გადავდოთ 2 წუთით. ახლა მინდა გკითხოთ აი რადგან ეს ახსენეთ, რომ რაღაცამ თანამედროვეობას შეეჩვიონ თავიდანვე, ვთქვათ, ბავშვები სასკოლო იმის დროს ტექნოლოგიებს, არის თუ არა შესაბამისი კადრები და შესაბამისი აღჭურვილობა თუ აქვს სკოლებს, ანუ ამისთვის არსებობს შესაბამისი პირობები დღეს. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ჩვენ თანმიმდევრულად და ეტაპობრივად ავითარებთ მთლელ სასკოლო ინფრასტრუქტურას, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას, მათ შორის უკვე შემიძლია ვთქვა, რომ მიმდინარე წელს გულისხმობ 2024-25 წლის სასწავლო წელს 100-მდე ახალი სკოლა გაიხსნა საქართველოში, რომ გაიხსნა გულისხმობ, მოხდა მათი სრული რეაბილიტაცია ან ახალი მშენებლობა, ხელახალი მშენებლობა ამ სკოლების და გეგმაში გვაქვს ასევე 2025 წლის და 2026 წლის მანძილზე ზუსტად იგივე ტემპში გავაგრძელოთ აღნიშნული სკოლები, რომლებიც განახლებული სკოლებია, ვთქვათ, ლაბორატორიების და კომპიუტერული სწავლება უკვე შესაძლებელია. აბსოლუტურად განახლებული, როგორც ციფრული ლაბორატორიები, ისე საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორიები და ის სკოლები, რომლებიც ჩვენ ვთქვით, რომ გეგმაში გვაქვს, რომ განვაახლოთ, არა მხოლოდ ამ სკოლებში, არამედ ცალკე პროგრამა გვაქვს სპეციალური ლაბორატორიების, მათ შორის ციფრული და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების აღჭურვის მიზნით და წელს შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებული ყურადღება და აქცენტი დაეთმობა სწორედ ამ ლაბორატორიების აღჭურვას. თუმცა მე კიდევ ერთ თუ შეიძლება თქვენის ნებართვით დაუბრუნდები ზოგადად აი ამ საკითხს, რომ რა არის ამ მიმართულებით რა ნაბიჯები იდგმება, რომ სკოლის მოსწავლეებს ჰქონდეთ რაც შეიძლება მეტი კვალიფიკაცია და რაც შეიძლება მეტი უნარი გამომუშავებული უკვე საბაზო განათლების ეტაპზე თანამედროვე სამყაროსთვის საჭირო ტექნოლოგიური ეპოქისთვის საჭირო უნარებს გულისხმობ. ჩვენი ასევე ინიციატივაა სკოლებში შევიტანოთ STEM კლუბები. STEM-ი არის საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებების ინტერდისციპლინარული სწავლების მეთოდოლი, რომლებიც იქნება კლუბების სახით სკოლაში, სპეციალური ლაბორატორიები მოეწყობა. ესეც ნებაყოფლობით იქნება, ესეც ნებაყოფლობით იქნება უკვე სასკოლო საათების დასრულების შემდეგ სკოლის მოსწავლის სრული შემთხვევაში, როგორც სპორტული, ისე სახელოვნებო კლუბის პარალელურად ეს ექნება საშუალება, რომ აირჩიოს STEM კლუბი და ეს არის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, იქნება გამომდინარე, რომ მე თვითონ უკვე პილოტირების პროცესში ვარ და ვიყავი რამოდენიმე სკოლაში, სადაც ჩვენ გავხსენით უკვე STEM კლუბები და აღფრთოვანებული ვარ. ყოფილია ბატონო ალექსანდრე, ანუ ამას ბიუჯეტი ჭირდება და ეს უკვე გათვალისწინებულია. ლევანდო ბიუჯეტში ეს თანხები გათვალისწინებულია, ანუ როცა ჩვენ უკვე გასულ წლის ბოლოს გეგმავდით აი ამ პროგრამის წარდგენის დროსაც უკვე გქონდა აი ეს საკითხები მართალია ჯერ კიდევ ბოლომდე არ ქონდა ჩამოყალიბებული, მაგრამ გქონდა მოაზრებული, აქედან გამომდინარე ჩაედებული იყო ეს ბიუჯეტში, თუმცა ჩვენ ზუსტად აი ეს გასული თვეები შეიძლება ითქვას, რომ დაუთმეთ ესე იგი აი სასკოლო მიმართულებით მნიშვნელოვანი სიახლეების დანერგვამდე და შეთავაზებამდე კვლევას, რომ გაგვეგოს ზუსტად მაინც რა ჭირდებოდა, რა ეტაპზეა დღეს სასკოლო ინფრასტრუქტურა საქართველოში, რა ეტაპზეა თუ გინდეს ლაბორატორიები, სპორტული ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ.
შემდეგ და ამ ინფორმაციის დამუშავების შემდეგ ქონდა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა სხვადასხვა საკითხზე, ციფრული განათლება, მათემატიკისა და ფიზიკის სწავლება, ჰუმანიტარული განათლება, ყველა მიმართულებით ქონდა სამუშაო ჯგუფები შექმნილი და ამ სასკოლო საზოგადოების ასე ვთქვათ წარმომადგენლების ჩართულობით შევიმუშავეთ ზუსტად ის ხედვა, რომელიც რამოდენიმე დღის წინ გავაცანეთ საზოგადოებას. თქვენის ნებართვით აქვე დავამატებ, რომ არამხოლოდ მე მინდა რომ ყურადღება გამომახვილო, რომ არამხოლოდ ტექნოლოგიების მიმართულებით, არამედ ჰუმანიტარული მეცნიერების თვალსაზრისითაც არის ძალიან მნიშვნელოვანი რამოდენიმე სიახლე. პირველი უნდა აღვნიშნო, რომ რაც არ უნდა ვთქვათ, პირობითად ტექნოლოგიების ეპოქა იყოს, ჰუმანიტარული სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის მშობლიური ენის და ჩვენ შემთხვევაში ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება იქნება გაძლიერებული. პირველად, ზუსტად 2025 წლიდან ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება მოხდება ესე იგი შეიმუშავდა ორი სტანდარტი, გაიყო, ასე ვთქვათ, ცალკე ქართული ენის და ცალკე ქართული ლიტერატურის, ზუსტად ეს იქიდან გამომდინარე, რომ მათ შორის თანამედროვე კვლევებით და განათლების პოლიტიკა მუშავდება ზუსტად დამყარებულია კვლევებზე და მათი სწორ შეფასებებზე. აქედან გამომდინარე, უნდა ვთქვა, რომ ჰუმანიტარულ განათლებას აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის. აი, მსოფლიური ენის ცოდნა, როგორც ვთქვათ, ნეიროლინგვისტური პროცესი, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანია მათ შორის შემოქმედებითი აზროვნებისთვის და ჩვენი ზუსტად საუბრობდით, ასე ვთქვათ, თანამედროვე სამყაროს გამოწვევებზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანია თვალსაზრისით შემოქმედებითი აზროვნება, ისევე როგორც ადაპტაციის უნარი და სხვადასხვა რბილი უნარის განვითარება, მათ შორის ლიდერობის და ასე შემდეგ სკოლის მოსწავლეებში და ზუსტად აქედან გამომდინარე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ასევე ჰუმანიტარულ საგნებს და ჰუმანიტარული მიმართულებითაც გვაქვს მათ შორის შევთავაზებთ სასკოლო საზოგადოებას სხვადასხვა კლუბებსა და ინიციატივებს, მათ შორის როგორც ფორმალური განათლების, ისე არაფორმალური განათლების მიმართულებით. მე არ დამოუწყებია თქვენი კითხვა ჩინური ენასთან დაკავშირებით. კი ბატონო, და მე მინდა რომ სხვა თემასთან გადავიდე, მაგრამ თუ არსებობენ ხო ეს იყო კითხვა ჩინური ენის სპეციალისტები. ჩვენი როგორც აღნიშნე, ლაიტმოტივი ამ პროცესის, აი ამ ახალი, ასე ვთქვათ, ტალღის იყო თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებისადმი სასკოლო საზოგადოების და სკოლის მოსწავლეების, ასე ვთქვათ, აღჭურვა იმ უნარებით, რაც მათ დაჭირდებათ. ერთ-ერთი ალბათ უდავოა, რომ ეს არის ჩინური ენა და ჩინური ენის ცოდნა და კომპეტენცია და უნდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის ცოტა გასაოცარიც იყო აი ის გამოხმაურება, რაც მე ვიღეთ დღეს საქართველოში მოქმედებს 7 მეორე უცხო ენის სტანდარტი, მათ შორის არის რა თქმა უნდა ევროპული ენები, აღმოსავლური ენები და ერთ-ერთ ანუ 7 ასე ვთქვათ დაემატება მერვე, ეს იქნება უკვე ჩინური ენის სტანდარტი. ეს დიახ, მეორე უცხო ენა მეხუთე კლასის შემდეგ არის უკვე ნებაყოფლობითი. აქამდე სტუდენტებს და სკოლის მოსწავლეებს რო აერჩიათ ესეთი ენა და არჩეულიც იყო რამოდენიმე სკოლაში, უნდა აღვნიშნო. ესე იგი ჩვენ ვალდებული ვიყავით, რომ შეგვეთავაზებიათ, თუმცა არ არსებობდა სტანდარტი, შესაბამისად მასწავლებელზე ვიქნებოდით დამოკიდებული, თუ ის როგორ რა ვთქვათ, რა სახელმძღვანელოთი და რა შინაარსით წაიყვანდა ამ საგაკეთებლო პროცესს. მომავალ წლიდან ჩვენ ვიქნება სტანდარტი და ამ სტანდარტის შესაბამისად ყველა მასწავლებელი, რაც შეეხება უშუალოდ მასწავლებლების რაოდენობას, იქ სადაც თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას, რომ იქ სადაც რა თქმა უნდა რესურსი და მასწავლებლების რა თქმა უნდა 2100-მდე საჯარო სკოლა საქართველოში ყველგან არ იქნება ხელმისაწვდომი, მაგრამ იმ სკოლებს სადაც სურვილი ექნებათ, რომ ისწავლონ ჩინური ენის საგაკეთებლო პროცესი აიღონ მოსწავლეებმა, ჩვენ დისტანციურადაც შევთავაზებთ და დისტანციურად სხვათა შორის უნდა ვთქვა, რომ ენის სწავლება ძალიან კარგ შედეგებს იწვევს. საერთოდ კოვიდის მერე მიეჩვია უკვე ონლაინ სწავლებას, შეიძლება ითქვას, რომ და ყველა ვიცით, რომ ხო უკვე ონლაინ სწავლებასაც ძალიან ეფექტური აქვს მაინც. კარგით, მოდით მასწავლებლებზე მინდა გკითხოთ, იმიტომ რომ ამ ცვლილებების ნაწილში შედის მათი უწყვეტი პროფესიული განვითარებას და ბუნებრივია ასეთ სიახლეებს, რაც მასწავლებლებიც უნდა აყვნენ, ხო? ამას გულისხმობ იმას, რომ შესაბამისი უნარებით და ასე ვთქვათ, ცოდნით უნდა იყვნენ ისინიც. რას ნიშნავს ეს პროცესი, ანუ მათი უწყვეტი პროფესიული განვითარება, რაც არის დაგეგმილი და შესაძლოა ეს ყველაფერი რაღაც ხელფასებზეც აისახოს, ანუ ერთია მოსწავლეებისთვისაც გეგმავთ, მაგრამ რა ელით მასწავლებლებს აი ამ ცვლილებების ნაწილში. პირველ რიგში მსურს აღნიშნო, რომ რა თქმა უნდა სკოლის მასწავლებლები არიან ჩვენი სისტემის მთავარი ხერხემალი, სკოლის მასწავლებელია რეალურად მთავარი საზომი ასევე იმისა, თუ რა დონის განათლება გვექნება ჩვენ საჯარო სკოლებში. აქედან გამომდინარე, ჩვენი როგორც სამინისტროს ასევე მთელი სისტემის განსაკუთრებული ყურადღება არის დათმობილი თითოეული მასწავლებისადმი და ჩვენი პოლიტიკა არის, რომ არც ერთი მასწავლებელი არ დარჩეს ყურადღების მიღმა. ამ პროცესში რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი
მნიშვნელოვანია ერთის მხრივ ახალი კადრების მოზიდვა და ზოგადად ჩვენი პროფესიის პოპულარიზაცია და მიმზიდველობა და მეორეს მხრივ რა თქმა უნდა უკვე შემოსულებისთვის და არსებული მასწავლებლებისთვის კარიერული წინსვლის და კარიერული განვითარების და პროფესიული განვითარების ასე ვთქვათ სქემის არსებობა. საქართველოში წლებია მოქმედებდა სხვადასხვა ასე ვთქვათ პროფესიული სქემები. ამასთან დაკავშირებით შეგაწყვეტინებ და რა თქმა უნდა დაგასრულებინეთ აი 2024 წლის ივლისიდან მე ადრე მყავდა წინა განათლების მინისტრი და მახსოვს საუბრობდით იმ სქემაზე რა სქემითაც მოხდა რაღაც ხელფასების გაზრდა რაღაცნაირი განტოლებები იყო იქ მაგრამ ეს მოქმედებს დღეს და მაშინ ითქვა რომ ეს იყო 2 წლიანი საპილოტო პროგრამა და თუ ეს გაამართლებდა დარჩებოდა ანუ ჯერ არ გასულა 2 წელი მაგრამ ასეთივე სქემით გაგრძელდება ვთქვათ ეს ყველაფერი თუ აქაც შეიცვლება როგორ ფიქრობთ თავარი ალბათ სიახლე რაც იქნება ჩვენი მიზანია თვითოულ მასწავლებელს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე კონდეს სკოლაში ანუ მის სამუშაო სივრცეში განვითარების საშუალება პირობითად მასწავლებელი რომელიც დაინტერესებულია სწავლებით ანუ სწავლების პროცესით მას კონდეს ამ მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლებისა და შემდგომ უკვე სასკოლო საზოგადოებაში ასე ვთქვათ საკუთარი რესურსის რეალიზების საშუალება მასწავლებელი რომელიც დაინტერესებულია ადმინისტრირებით ანუ მას კონდეს ამ მიმართულებით კარიერული წესის საშუალება გულისხმობს მაგალითად მათ ვისაც აქვს სურვილი გახდეს სასწავლო ნაწილი დირექტორის მოადგილე ან დირექტორი ან რესურსების ხელმძღვანელები ხოლო მასწავლებლები ვინც დაინტერესებულია ან კონკრეტული საგნით ანუ ესე ვთქვათ საგნობრივი სპეციალიზაციით მათ ქონდეთ ამის საშუალება ანუ დღევანდელი სისტემა თითქოს ერთი სქემა იყო ყველასთვის და ჩვენი სურვილი არის რომ დაიყოს და რაც შეიძლება მეტი გზა არსებობდეს კარიერული წინსვლისთვის და თვითოეული მიმართულებით პირობითად მე თუ ვარ ფიზიკოსი და მე მაქვს სურვილი არა ვთქვათ გავხდე არა სასწავლო ნაწილი ან დირექტორის სკოლის ან რესურს ცენტრის ხელმძღვანელი არამედ გავხდე მაგალითად ფიზიკის განსაკუთრებული მასწავლებელი მენტორი მასწავლებელი ან წამყვანი უფროსი და მენტორი საბოლოოდ აი საფეხურები იქნება სამივე მიმართულებით ჩვენ ეს შევთავაზეთ განვიხილეთ სასკოლო საზოგადოებასთან ერთად ეხლა არის ასევე დაგეგმილი გვაქვს რომ არა მხოლოდ თბილისში არამედ რეგიონებშიც შევხვდეთ მასწავლებლებს და იმათაც შევთავაზოთ ერთის მხრივ აღნიშნული მოდელი და როგორც პრინციპში სხვა სიახლეები ეფუძნება ასევე სამინისტროს აქვს არაჩვეულებრივი სიპი ეს არის კვლევითი საგანმანათლებლო კვლევების ცენტრი და აი ამ სხვადასხვა სიახლეებს რომელსაც ჩვენ ნერგავთ სამინისტროში სამინისტრო თავის მხრივ აფუძნებს აი ამ კვლევებსა და ინფორმაციასა და მეორეს მხრივ დისკუსიას ცენტრი გაწვდით არა მხოლოდ პრინციპში ეს ცენტრი არამედ სხვადასხვა ასევე კვლევითი ცენტრები და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები და ჩვენი სურვილია რომ ეს ყველა გადაწყვეტილება პირველ რიგში განვიხილოთ მასწავლებლებისა და სასკოლო საზოგადოების მათ შორის მშობლების სკოლის მოსწავლეების მშობლების ჩართულობით მივიღოთ ეს გადაწყვეტილებები და შემდეგ უკვე პილოტის რეჟიმში შევიტანოთ სკოლებში და საბოლოოდ დავნერგოთ როგორც უკვე არსებული მოდელი. ესე იგი სასკოლო ის რომ ამოვწურო მე უმაღლეს განათლებაზეც მინდა კითხოთ პრობლემად რჩება უფასო კვება საჯარო სკოლებში ამაზე არაერთი განცხადება ბრიფინგის მოგვისმენია თქვენი ოპონენტების ანუ ძალიან ხშირად ერთი პერიოდი ძალიან აქტიური იყო ეს თემა როგორ გეგმავთ ამ პრობლემის მოგვარებას იმიტომ რომ რაღაც სკოლებში ეს პრობლემა არის ხო მშობლებიც ამბობენ რომ ბავშვები ფაქტიურად შივრები სწავლობენ რაღაც სასწავლო პროცესის დროს მოგეთ ვერ ახერხებენ კვებას შესაძლებელი ხდება თუ არა სახელმწიფოსთვის აი ამ პრობლემის რაღაც ყველა სკოლაში მოგვარება აღნიშნული პრობლემა მართლაც მნიშვნელოვანი საკითხია თუმცა ზუსტად მისი მნიშვნელობიდან და იქიდან გამომდინარე რომ კვებებსთან გვაქვს ასე ვთქვათ მალფუჭებად პროდუქტთან გვაქვს შეხება მეორე სკოლის მოსწავლეებთან არასრულწლოვან და მცირეწლოვან ბავშვებთან გვაქვს შეხება ანუ ძალიან სენსიტიური საკითხია ჩვენ არა მხოლოდ განათლების სამინისტრო არამედ სხვადასხვა უწყებებთან ერთად ვსჯელობდით და ვსჯელობთ დღესაც და გვაქვს განვიხილავთ სხვადასხვა მოდელებს აღნიშნული პრობლემის გადასაწყვეტად თუმცა უნდა აღნიშნო რომ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მათ შორის სასკოლო სასადილოების და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ესე იგი ნიუანსების მოწესრიგება სკოლებში ამ პრობლემის ასევე ერთ-ერთი გასაღები იქნება და მე ვფიქრობ რომ და თქვენ ახსენეთ რეაბილიტირებული სკოლები და ეს ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება ვთქვათ როდის დასრულდება ანუ შეიძლება სულ ვერ ამდენ სკოლაში მაგრამ ანუ ეს ინფრასტრუქტურული ეს გადაიარაღება იგივე რეაბილიტაცია სკოლების კვლავ გრძელდება ვთქვათ ამ წელს და როდის დასრულდება ხო გრძელდება მაგრამ რა ტემპით და როდის დასრულდება 2025 წლის ბოლომდე მე გაგვიგმილი გვაქვს რომ გავხსნათ დაახლოებით 50-მდე სკოლა, აქედან დაახლოებით 20 იქნება რეაბილიტაცია, სრული რეაბილიტაცია, ხოლო დანარჩენი უკვე მშენებლობები. ასევე გვაქვს გეგმაში, რა თქმა უნდა, რომ ეს პროცესი არის მუდმივი და განგზობა
ნაკლებადი და 2026 და 27 წლის გეგმაც გვაქვს მათ შორის, რამდენი სკოლა უნდა გავხსნათ. დაახლოებით ჩვენი სურვილი არის, რომ ყოველწლიურად საქართველოში დაახლოებით 100-დან 125 სკოლამდე მოხდეს სრული მშენებლობა ან რეაბილიტაცია. თუმცა ამას გულისხმობ, რაზეც მანამდე საუბრობდით. ახალ მოდელზე, ახალ სტანდარტის შესაბამისად. თუმცა ამის პარალელურად ჩვენ მცირე რეაბილიტაციებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ვახორციელებთ, შეიძლება ითქვას, ათეულობით სკოლაში ყოველწლიურად და მცირე რეაბილიტაციების პარალელურად, როგორც გითხარით, აღჭურავთ ასევე აი იმ ლაბორატორიებით, რომლებზეც მე ვისაუბრე, და ეს ერთობლივად ჩვენ მოგცემს საშუალებას, რომ 2030 წლისთვის დაახლოებით საქართველოში ყველა საჯარო სკოლა იყოს ავტორიზებული, ანუ აკმაყოფილებდეს იმ სტანდარტებს, რომელიც არის ზუსტად განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული და დადგენილი. ძალიან ბევრი საკითხი არის საყურადღებო, თუმცა მე მინდა ასევე შევეხო ტექნოლოგიების გამოყენებას უშუალოდ სკოლების მართვაშიც, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ჩვენ არა მხოლოდ სწავლა გვინდა, არამედ მართვაშიც გულისხმობს, რომ IT ტექნოლოგიებს გულისხმობთ თუ ხელოვნურ ინტელექტს? პრინციპში ორივეს გვაქვს მოგეხსენებათ უკვე დანერგილი რამოდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, პირველი ეს არის ელექტრონული ჟურნალი და ასევე წელს გავაკეთეთ ესე იგი აპლიკაცია საჯარო სკოლების, რომელთაც ყველა მაგალითად მშობელს აქვს საშუალება რომ ნახოს ესწრება თუ არა მისი შვილი რომელიმე გაკვეთილს, ხო არ გამოტოვა, იგივე რა მოსწრება და რა შეფასებები აქვს. ბავშვების ეგრეთ წოდებული შატალო გახდა პრობლემა. ყოველ შემთხვევაში ყველა მე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე შემოთავაზებული ხედვის არის ასევე უსაფრთხო სკოლის კონცეფცია და ჩვენ რა თქმა უნდა ვზრუნავთ რომ სასკოლო გარემო იყოს აბსოლუტურად უსაფრთხო და ყველა მშობელმა რომელმაც იცის რომ თავისი შვილი სკოლაში არის დარწმუნებული იყოს რომ იქ არის ნამდვილად უსაფრთხო პირობებში. მეორეს მხრივ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და სურს ხაზი გაუსვა ასევე LMS ეგრეთ წოდებულ LMS პროგრამას, ეს არის სწავლის სასწავლო პროცესის მართვის პროგრამა და ეგრეთ წოდებული ისახლი. LMS-ი არის უშუალოდ, ანუ ის პროგრამა, სადაც სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები ფაქტობრივად ერთად იმუშავებენ. ელექტრონული ჟურნალი, ანუ ელექტრონული ჟურნალი სხვა არის. LMS-ი არის ესე იგი სასწავლო პროცესის მართვის განკუთვნილი პროგრამა. ეს არის სადაც მასწავლებლები ნახავენ უშუალოდ შეუძლიათ გაკვეთილებზე გამოსაყენებელ მასალას, მეორეს მხრივ სკოლის მოსწავლეები ნახავენ როგორც დავალებას, ასევე თქვათ სასწავლო რესურსებს. უნდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამყარო იძლევა საშუალებებს, რომ მრავალფეროვანი სასწავლო რესურსები იყოს და ლანდშაფტი რეალურად სასწავლო რესურსების ძალიან გაიზარდა და გამრავალფეროვნა, წიგნები და სახელმძღვანელოები მაინც შეუცვლელ ინსტრუმენტად რჩება, ამიტომ სულ განათლების სამინისტროს მნიშვნელოვანი აქცენტს ასევე აკეთებს არსებული სახელმძღვანელოების განახლებაზე. წელს ჩვენ შევიმუშავეთ ახალი სტანდარტები, ყველა საგნის ახალი სტანდარტი და უკვე მომავალი წლიდან ვაპირებთ, რომ ამ ახალი განახლებული სტანდარტის შესაბამისად დაიბეჭდოს ახალი წიგნები. ახალი სახელმძღვანელოები სკოლაში. ახალი სახელმძღვანელოები ამოიცვლება, ამასთან დაკავშირებითაც არაერთი კვლევა არის, არაერთი ინფორმაცია გვაქვს როგორც შიგნიდან ისე გარედან მიღებული, თუ სად რა გამოწვევები გვაქვს სახელმძღვანელოების ნაწილში და ზუსტად აი ამის საპასუხოდ ჩვენ შევქმნით როგორც თვითონ უშუალოდ ბეჭდვის ნაწილში და შერჩევის სახელმძღვანელოს შერჩევის ნაწილში გვექნება გარკვეული სიახლეები, ასევე შინაარსის თვალსაზრისით წინი განახლებული იქნება განსაკუთრებული იმის თვალსაზრისით, რომ აი ამ სტანდარტი, რომელიც შემუშავდა, მოიცავს უკვე საერთაშორისო გამოცდილებასაც, ჩვენ ვნახეთ და შევადარეთ საუკეთესო საგანმანათლებლო თქვათ სისტემებს, ჩვენი სტანდარტები და აქედან გამომდინარე თუ რა თემები რჩებოდა, მათ შორის საერთაშორისო კონკურსებში, როცა ქართველი სკოლის მასწავლებლები მონაწილეობენ, არ გვინდა რომ რაიმე საკითხები იყოს აცდენილი, რაც მაგალითად თქვათ კონკურსებში ისინი თქვათ შეიძლება მათ შეხვდეთ, არ იფარებოდეს და არ ქონდეთ აქ ნასწავლი. ამიტომ ზუსტად უკვე თანხმდება მოესწრება შემდეგი სასწავლო წლისთვის, უკვე ამ ახალი სახელმძღვანელოები უკვე მომავალი წლისთვის, 2026 წლისთვის, ან წელს სტანდარტებს შევიმუშავებთ, სტანდარტზე დაფუძნებით კონცეფციას გავაკეთებთ და უკვე შემდეგ ამ კონცეფციისა და სტანდარტის საფუძველზე შეიქმნება ახალი სახელმძღვანელოები. თუმცა მართვის
ნაწილში, ელექტრონული მართვის ნაწილში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე არის ის სახლი, ეს არის მასწავლებლების პლატფორმა, შეგვიძლია ვთქვათ, მასწავლებლების როგორც მათ შორის სოციალური ქსელიც კი, სადაც თითოეულ მასწავლებლებს ექნება საკუთარი პროფილი, გვერდი და ექნება საშუალება საკუთარი, ჩვენი სქემის გარდა მნიშვნელოვანია ჩვენთვის უშუალოდ სკოლის დონეზე არსებობდეს მასწავლებლისთვის განვითარების, პროფესიული გაზრდის საშუალებები და ხელსაწყოები და ერთ-ერთი იქნება ზუსტად ის სახლი, სადაც ელექტრონული რესურსების და 12000-მდე ელექტრონული რესურსი გვაქვს დღეს უკვე ჩატვირთული ამ პროგრამაში და ეს პროგრამა ძალიან მალე სექტემბრიდან უკვე გაეშვება. ექნებათ საშუალება მათ, რომ ესე იგი პირობითად ნახონ როგორც სხვადასხვა ვიდეო და აუდიო მოусმინონ თემატურად მასწავლებლებმა და საკუთარ საკითხებთან დაკავშირებით ასე ვთქვათ რესურსებს, ასევე ექნებათ საშუალება საგაკეთებლო პროცესში რა შეიძლება გამოიყენონ აქედან, ასე ვთქვათ, დავალებებას მისაცემად ან სხვადასხვა ჯგუფური სამუშაოებისთვის, ყველანაირი რესურსი იქნება ის სახლში და მეორეს მხრივ იქნება საშუალება, რომ თითოეულ რესურსთან დაკავშირებით გაუზიარონ ერთმანეთს უსაზრებები. კომუნიკაციაც იქნება და უკავშირიც ექნება და ერთმანეთთან და ერთმანეთს გაუზიარონ პრაქტიკა გამოცდილება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე ასევე ჩვენი სისტემის. ბატონო ალექსანდრე, მინდა გკითხოთ, გადავიდეთ ცოტა უმაღლეს განათლებაზე, მაგრამ დავიწყოთ დიპლომებით, რომელთა რეგისტრაცია ევროპულ რეესტრში შეწყვეტილია, იყო დაპაუზებული და საბოლოოდ შეწყდა. ამას მოყვა რა თქმა უნდა აქაც ნებადაღელვები, აქ არსებულ დიპლომების აღიარება მხოლოდ საერთაშორისო უნივერსიტეტებში კეთილი ნებად რჩება, უფრო კარგად რომ განგვიმარტოთ და რამდენად შეუშლის ეს ხელს თან იმ პირობებში, როდესაც დღეს ვხედავთ, ხო, რომ ძალიან ბევრი ბავშვი მიდის ევროპაში, ვთქვათ, სასწავლებლად, რაღაც განათლების იქ მიღებას უნდა ჩამოსვლა და თუ ეს დიპლომების ვერ გამოიყენებს, სად არის, მოკლედ, გზა იმისთვის, რომ არ დაიჩაგრონ ახალგაზრდები ევროპაში. ძალიან დიდი მადლობა ნინო ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არასრულფასო უნდა ვრცელდებოდა ინფორმაციები და მე ვფიქრობ ძალიან ბევრი სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის, ასე ვთქვათ, გაგების და მოსმენის საშუალება ჰქონდათ თქვენ მსმენელებს. მე მინდა დავაზუსტო, პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო არის როგორც ENCAS, ისე WFM-ის წევრი. ჩვენ 2023 წელს საქართველოში როგორც ENCAS და ECAR-ის წევრებს ჩამოსული იყო ჯგუფი, რომელიც პერიოდულად ქვეყნებში, ესე ვთქვათ, ახდენს ხელახლა ავტორიზაციას ამ ასოციაციის წევრობის და მათ 2003 წლის ოქტომბრის მონაცემებით შემოწმებული 11 სტანდარტიდან მინდა აღვნიშნო, რომ 5-ში მქონდა საუკეთესო მაგალითის, ასე ვთქვათ, მიიღებული როგორც საუკეთესო პრაქტიკა და სხვა ცენტრებისთვის სამაგალითო გამოცდილებები გასაზიარებელი. ერთი სტანდარტში, რომელიც ემახებოდა ცენტრის დამოუკიდებლობას, ხარისხის მართვის ცენტრის დამოუკიდებლობას, მაშინდელი კონტექსტიდან გათვალისწინებით, მაშინდელი კანონმდებლობის მოწყობიდან და ასევე, ასე ვთქვათ, რეალობიდან გათვალისწინებით, მივიღეთ არადამაკმაყოფილებელი შეფასება. არ იყო ესე იგი არ იყო ნაწილობრივ შესაბამისობაში იყო და არ იყო შესაბამისობაში ერთი სტანდარტი. აქედან გამომდინარე 2024 წელს უკვე მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამ შეფასების მიღების შემდეგ მაშინვე დავიწყეთ აღნიშნული სიტუაციის გამოსწორება და რეალობაში ის კონტექსტი და ის სიტუაცია, რაც შემოწმების დროს იყო, აღმოფხვრული იყო უკვე 2024 წელსაც. შესაძლოა ეს დაბრუნება მოხდეს ისე? დარწმუნებული ვარ და რომ ესეც ეს სწრაფად ცენტრი თვითონ ECAR-ი და ENCA ეს სწრაფად არ მუშაობს, თუმცა ჩვენ გვქონდა საშუალება რომ გაგვესაჩივრებია, მაგრამ მათი პოზიცია და ჩვენ როგორც ადგილობრივ დონეზე ეს საერთაშორისო ექსპერტებთან მქონდა კონსულტაციები, იყო რომ გასაჩივრებას გაასაჩივრეთ, იმიტომ რომ თქვენი ოპონენტები ამბობდნენ რომ არც კი გაასაჩივრა. ჩვენ ნახეთ რა ვქენით, ჩვენ მოვითხოვეთ ფოკუსირებული შეფასება. ეს ნიშნავს ახალი დელეგაცია ჩამოვა და ხელახლა არის თუ არა დღესაც იგივე პრობლემები და იგივე გამოწვევები სისტემაში. მოხდება გადამოწმება და შესაბამისი გადაწყვეტილების იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდოდა უშუალოდ თვითონ მათი მხრიდანაც სამართლებრივი თვალსაზრისით, როცა შემოწმდა, მაშინ ეს პრობლემები არსებობდა. თუმცა დღეს უკვე ხარისხის მართვის ცენტრის დირექტორი ინიშნება 5 წლის ვადით, ძალიან გაზრდილია. რაც იყო ვთქვათ ECAR-ის და მათი მოთხოვნა, და ეს საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრულია, აგრძელებულია რომ ეს პირი იკავებდეს რაიმე სხვა პოლიტიკურ ან სხვა რაიმე თანამდებობას, ასევე
დაწერილია პირდაპირ ესე იგი იმ ორგანოების მონაწილეობა ცენტრის დირექტორის შერჩევის პროცესში, რომლებსაც ეკას და ეკარს ჰქონდათ მოთხოვნა. ანუ შეგვიძლია ვთქვა, რომ დღეს ყველა ის წინაპირობა, რომლის გამოც ჩვენ მაშინ ამ ერთ კომპონენტში 11 კომპონენტიდან, 11 სტანდარტიდან ერთ სტანდარტში გვქონდა მხოლოდ ეს შეუსაბამო. ესეთი შემთხვევები ყოფილა, არც ისე შორეულ წარსულში ძალიან რამოდენიმე 2 და 3 წლის წინ სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებსაც ჰქონდათ ესეთი გამოწვევა. ჩვენ ვიღეთ დღესაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ საქართველოს რჩება ენქარისა და WFM-ის წევრი. ხო, თუმცა ქვეყნებს არა, როგორც ვიცი, უნივერსიტეტებს ჰქონდათ ასეთი პრობლემები. არა, კონკრეტულ უნივერსიტეტებს არა, სხვა ქვეყნებს გულისხმობთ? არა, სხვა ქვეყნებს ჰქონდა. ანუ ეკარის და ენკას წევრი, როგორც წესი, არის სხვადასხვა საგანმანათლებლო სისტემების, ანუ სხვადასხვა ქვეყნების ხარისხის მართვის ცენტრები, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ქვეყანაში ხარისხის მართვის ცენტრი სხვადასხვანაირი სტრუქტურით არის მოწესრიგებული, მაგრამ არ დიახ, ხო. და ხაზი მინდა გაუსვა კიდევ ერთხელ, რომ არანაირ კავშირში არ არის დიპლომის აღიარებასთან ეკარის წევრობა. საქართველოს 2019 წლამდე, ანუ იქამდე ჩვენ გავხდებოდით ეკარის წევრი, ქართული დიპლომები ჩვეულებრივ იყო აღიარდებოდა და დღესაც ასეა. დღესაც ასეა, რა თქმა უნდა, და ეს ესე იქნება. ეს ესე იქნება ჩვენ, რა თქმა უნდა. პრობლემა ჩაბარების წინ, რომ ჩვენი სურვილია რომ ეკარში მალე აღვიდგინოთ წევრობა და ეს ფოკუსირებული შეფასების შემდეგ ყველა საკითხი აღმოფხვრილი იყოს ჩვენს შორის, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მათ შორის მეორე ინტერპრეტაციაც მოვისმინე, რომ რადგანაც ეკარის წევრები აღარ თქვა შეჩერებული გვაქვს და აღარ ვართ დღეს WFM-ის წევრობასაც, ანუ მსოფლიო სამედიცინო განათლების ფედერაციის წევრობასაც შეიძლება პრობლემა შეექმნას. მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ WFM-ის წევრები ჩვენ იქამდე ვიყავით, ვიდრე ეკარის წევრები გავხდებოდით. ეს ორი ორგანიზაცია, ასე ვთქვათ, წევრობა ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ WFM-ის წევრები ვიქნებით და გავაგრძელებთ და ისევე როგორც თუ არ ვიცი რაიმე სხვა არ ობიექტური არ ექნება თუ ვთქვათ ეკარს, ანუ ვთქვით რომ მე ვფიქრობ, რომ ის საკითხი რის გამოც ჩვენ დროებით შეგვიჩერეს წევრობა აღმოფხვრილია, მოგვარებულია, ფოკუსირებული შეფასების დროს ჩვენ დავასაბუთებთ და დავამტკიცებთ, რომ ეს საკითხი აღმოფხვრილია და მე არ ვფიქრობ, რომ რომელიმე სტანდარტში, სხვა სტანდარტებში გეუბნებით არაჩვეულებრივი შეფასებები ქონდა საქართველოს და ისევ ექნება დარწმუნებული ვარ და ამ ნაწილში რა განმარტოს გამოწვევა იყო, ეს წილად გადაწყვეტილია. თუ რაიმე იქნება, ჩვენ მზად ვართ კიდევ მათთან თანამშრომლობისთვის და ამ საკითხებზე ერთობლივად გადაწყვეტისათვის. ეს არ არის რეალურად აი თქვათ სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში სადაც ესეთი წესი მოხდა, არ მოყოლია ამას ესეთი აჟიოტაჟი, ეს უფრო როგორც ჩვენ ქვეყანაში, იმიტომ რომ ეს არ არის დაკავშირებული დიპლომატების ეს არის მეც კი ვფიქრობდი, რომ დიპლომებს აღარ მიიღებ და ეს ნამდვილად ესე არ არის, ჩვენ არ ვარ ეხლა ღრმად ჩახედული, მაგრამ მესმოდა მჯეროდა რომ ასე იყო. მიუხედავად იმისა, რომ როცა ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, იმ დღიდან განათლების სამინისტრო ძალიან აქტიურ კომუნიკაციაში იყო, როგორც უნივერსიტეტ, სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისე კერძო ჩვენ ამის შემდეგ უკვე უშუალო სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან ვმართავდით პირდაპირ შეხვედრებს, რომ აგვიხსნა ეს საკითხი. მაინც რაღაცნაირად საზოგადოებაში ეს აღქმა ჩამოყალიბდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის დიპლომის აღიარებასთან დაკავშირებული. გასაგებია, კარგი. ჩვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის სტუდენტური პროტესტები ვიხილეთ, მათ შორის სხვადასხვა უნივერსიტეტთან, მათ შორის განათლების სამინისტროსთანაც და პოლიტიკური მოთხოვნების გარდა, პოლიტიკური მოთხოვნების ხა თქვენთან საუბარს არ ვგეგმავ, იყო საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარება, ასეთი მოთხოვნა, საერთო საცხოვრებლების მოწესრიგება და ევროპული განათლების ხელმისაწვდომობა. რა ხდება ამ მიმართულებით? იგივე საცხოვრებელი ამ კამპუსების მშენებლობაზეც გვსმენია, ხო, უამრავი სტუდენტი ღელავს, იგივე განსაკუთრებით რეგიონებიდან ჩამოსულები, რომლებიც სწავლობენ უნივერსიტეტებში, წარმატებულები არიან, მაგრამ აქვთ საცხოვრებლის პრობლემა. რა ხდება ამ მათი მოთხოვნების შესრულების თვალსაზრისით? იქნება თუ არა, ვთქვათ, იგივე კამპუსები და ეს სხვა პრობლემების მოგვარებას როგორ აპირებთ? მადლობა, რა თქმა უნდა, როგორც თქვენც აღნიშნეთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ უმაღლესი განათლების რეფორმირების მიზნით შეიქმნა სპეციალური კომისია, სამთავრობო კომისია, რომელიც რა თქმა უნდა ყველა იმ გამოწვევებს, რაც დღეს უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებობს, ძირეული გამოწვევებს, რაზე იმსჯელებს და დადებს როგორც კონცეფციას, ისე სამოქმედო გეგმას, აი ამ ასე ვთქვათ გამოწვევების გასამკლავებლად. თუმცა და მე მეორეს მხრივ ასე ვთქვათ არ მინდა რომ გაუსრო წინ მოვლენებს, მინდა რადგანაც კომისიის
თავმჯდომარე თავად ბატონი პრემიერ-მინისტრია თუმცა მე შემიძლია თქვენი კითხვასთან დაკავშირებით უშუალოდ უმაღლესი განათლების და განმანათლებლო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით გითხრათ, რომ 2025 წელი იქნება პირველი წელი ალბათ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, როცა სახელმწიფო უნივერსიტეტი, კერძოდ საუბარია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტზე გახსნის ახალ სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს, ანუ წელს ჩვენ რამოდენიმე თვეში დავამთავრებთ პირველად სამედიცინოს კამპუსი, ასე ვთქვა, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთო საცხოვრებელს. და ეს რა თქმა უნდა არის ძალიან მნიშვნელოვანი ზოგადად სტუდენტური საერთო საცხოვრებლების პრობლემა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, უმაღლესი დაწესებულების საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა და კვლევითი ინფრასტრუქტურა, რა თქმა უნდა, ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ყურადღების საკითხია. მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად აი ძალიან ბევრი გამოწვევებისა, უმაღლესი განათლების მიმართულებით საქართველოს ბოლო წლებში არაჩვეულებრივი და უზარმაზარი შედეგები აქვს. მათ შორის უნდა აღინიშნოს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც პირველი სახელმწიფო უნივერსიტეტია, ასევე რომელიც ახალი პირველი სახელმწიფო უნივერსიტეტია დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და აქვს კამპუსი, როგორც მსგავსი კამპუსიც, მე ვფიქრობ, არათუ ჩვენს რეგიონში, არამედ შეიძლება თელს აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით ესეთი საუნივერსიტეტო კამპუსი ჩვენ მეორე ვერ ვიპოვოთ. მეორე მხრივ ასევე ის ავითარებს კვლევით ინფრასტრუქტურასაც და სტუდენტთა საერთო საცხოვრებელს. რაც მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ როგორც სამეცნიერო, ისე უმაღლესი დაწესებულებების ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით და არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, არამედ მათ შორის სასწავლო პროგრამების პროფესორების ხონებში ხა გამახსენდა იწაღა რომ ჩამოთვალე ბუდისტში გაწყვეტენ, რომ ერასმუსის პროგრამებში ჩართულები დარჩნენ, რომ ამ ევროპულ პროგრამებში ესენიც გრძელდება, ხო, მაგრამ ეგ არის და იმ წევრობის შემდეგ უამრავი ინტერპრეტაცია მოყვა, რომ რაღაც პროგრამები ჩაიხსნა, ერასმუსი აღარ იქნება, ევროპული განათლება იქნება, ხო, აი ეს მინდა რომ განმარტოთ. შეიძლება თუ არა და ისინი რჩება თუ არა ძალაში. შეგვიძლია რომ ესე ვთქვათ ყოველგვარი ინტერპრეტაციის გარეშე ვთქვათ რომ ერაზმუსის პრობლემას არანაირი პრობლემა ერაზმუსის პროგრამას ისევე როგორც ჰორაიზონ ევროპის პროგრამას არანაირი პრობლემა არ იქნება ის პროექტები გაგრძელდება ისევე როგორც ეს აქამდე მოდიოდა და ანუ ამერტობო პროგრამებში ჩართული სტუდენტები რჩებიან. რა თქმა უნდა და ჩვენ სხვათა შორის უნდა აღვნიშნო როცა უმაღლესი განათლების მიღწევებზე ვსაუბრობ აქაც ძალიან კარგად ჩანს როგორც ერაზმუსის ისე ჰორაიზონის პროექტებში თუ პროცენტული თვალსაზრისით და 100,000 მოსახლეზე ასე ვთქვათ სტატისტიკური შეფარდებებით საქართველოს რა წამყვან პოზიციებს იკავებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ყველა იმ ქვეყნის მასშტაბით რომელიც ამ პროექტებში ჩართული ხარ ერაზმუსში დაახლოებით 160 ქვეყანა არის ჰორაიზონში ცოტა ნაკლები მაგრამ ორივე პროექტში საქართველოს და ჩვენი როგორც სტუდენტები ისე პროფესორ მასწავლებლები და მკვლევარები მეცნიერები ძალიან კარგი მათ შორის პირველად 2024 წლის ბოლოს 14.5% ჰქონდა უკვე წარმატების მაჩვენებელი ჰორაიზონ ევროპში რაც არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი ანუ პროცენტული მაჩვენებელი შეტანილი განაცხადების რამდენმა მიიღო დაფინანსება და ანუ შემიძლია თქვა რომ რამოდენიმე მილიონი არის ამ პროექტის პარკლებში ქართველი მკვლევარების მიერ მოპოვებული დაფინანსება. ანუ თუმცა მე კიდევ ერთხელ სურს დაუბრუნდე ასე ვთქვათ აი უმაღლესი განათლების კომისიას ჩვენი პრემიერის რეფორმას აქვს 22 წლისთვის უნდა დასრულოს. თავარი ალბათ უნდა აღინიშნოს რომ თავარი გამოწვევა უმაღლეს განათლებაში არის იმაში რომ უმაღლესი განათლების პროგრამებზე მიღების პოლიტიკა და ჩვენი საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნა, ანუ დასაქმების თვალსაზრისით ძალიან არათანხვედრაშია. და ზუსტად რამოდენიმე დღის წინ განათლების სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო და ჯანდაცვისა და შრომის სამინისტრო ჩვენ შევქმნით ერთობლივი ჯგუფი, რომელიც იმუშავებს აი ამ მოთხოვნასა და პროგრამებზე სტუდენტების მიღების თვალსაზრისით აი ამ აცნენის აღმოსაფხრელად შემიძლია თქვა რომ დასაქმება ისედაც ნებისმიერი უმაღლესი განათლების პროგრამის ავტორიზაციის და აკრედიტაციის დროს ისედაც არის ერთ-ერთი სტანდარტი რომ ჩვენ პროგრამის აკრედიტაცია როცა ხდება დასაქმება რამდენად იქნება ამ
კურსის და ამ კვალიფიკაციის მქონე ადამიანის მოხდება რამდენად დასაქმება მისი ისედაც არის ესე სტანდარტი, მაგრამ ამ ხრივ გვაქვს ძალიან დიდი შეიძლება ითქვას აცდენა. ანუ ბაზარზე მოთხოვნაც არის რომ ის პროფესიები სამწუხაროდ ის პროგრამებია პოპულარული, რომელზეც შემდეგ უკვე დასაქმების დროს არ არის მოთხოვნა და ის პროგრამებზე, რომლებიც არის მოთხოვნა, არ არის სათანადოდ პოპულარული და ხელმისაწვდომობასთან ერთად პოპულარული არის. ანუ ძალიან ისევ ტრადიციული, ესე ვთქვათ, შეიძლება ითქვას, პროგრამებია კვლავ საქართველოში პოპულარული, როცა მაშინ სამყარო ძალიან იცვლება და მოთხოვნები პროფესიებზე და კვალიფიკაციებზე. კიდევ ერთი ალბათ მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ჩვენი საზოგადოების, არის სათანადოდ ვერ დაფასება პროფესიული განათლების, პროფესიული განათლება, როგორც პირდაპირ ესე ვთქვათ, აღჭურვა ადამიანის ყველა იმ უნარით, რომელიც მას სამსახურში გამოადგება, ანუ ჩვენ პროცენტულადაც რო ვიმჟელოთ სკოლის დამთავრებული მოსწავლეებიდან სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად ბოლო წლებში 80%-იანი ზრდა გვაქვს პროფესიულ განათლებაზე მიმართვიანობის და დღეს სადღაც 17,000 სტუდენტი ყავს პროფესიულ განათლებაში. ეხლაც იწყება ხო რეგისტრაცია 5 დღეში 28 აპრილს იწყება და 30 მაისის ჩათვლით ხო პროფესიულში 20 მაისის. შედიან თუ არა ამაში ინკლუზიური ჯგუფები და საერთოდ ზოგადად აი ეს შეთავაზებული პროგრამები, რამდენად მოთხოვნადი პროგრამების შეთავაზება ხდება, ერაზეც საუბრობდით, აქედან გამომდინარე, სწორედ აქ იქნება ეს ვთქვათ. აი რამოდენიმე საკითხი ახსენეთ ხომ კითხვაში, პირველი ინკლუზიასთან დაკავშირებით უნდა აღვნიშნო, რომ დრო გვაქვს ცოტა და ვაერთიანებ კითხვას. ინკლუზიასთან დაკავშირებით ჩვენ როგორც შეიძლება ითქვას, რომ სკოლამდელი განათლებიდან დაწყებული სასკოლო უმაღლესი და პროფესიულ განათლებაზე ჩვენი პოლიტიკა არის, რომ ყველა ადამიანს მიუხედავად ესე იგი მისი სპეციალური საჭიროებისა ჰქონდეს საშუალება, რომ მიიღოს განათლება, ხარისხიანი განათლება და ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის თანაბარ ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი სამინისტროსთვის და მათ შორის შემიძლია ვთქვა, რომ მანდატურის სამსახური, რომლებიც მოგეხსენებათ სკოლებში უზრუნველყოფენ მხარდაჭერას უსაფრთხოების თვალსაზრისით, როგორც მასწავლებლების, ისე მოსწავლეებისა და სკოლის ადმინისტრაციის, მოიცავს თავისთავში ასევე ფსიქოსოციალურ და ინკლუზიურ განათლების თვალსაზრისითაც მხარდაჭერას, ესეთ სერვისებს. ამ მხრივ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება და პრაქტიკა, რომელიც შეიძლება საქართველოსგან ძალიან ბევრი სხვადასხვა საგანმანათლებლო სისტემები მაგალითს იღებენ. და საქართველოში ჩვენს როგორც სასკოლო და ზოგადი განათლების საფეხურზე, ისე პროფესიული განათლების საფეხურზე და უმაღლესი განათლების საფეხურზე ამ მიმართულებით შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დიდი წინსვლა გვაქვს და ყველა ადამიანს, რომელსაც აქვს სურვილი, მიუხედავად მისი სპეციალური საჭიროებისა, ვცდილობთ, რომ მივცეთ საშუალება, მიიღოს ხარისხიანი განათლება და ჩართული იყოს როგორც საგანმანათლებლო პროცესში, ისე ზოგადად ჩვენი საზოგადოების ყოველ მხრივ, ასე ვთქვათ, პროცესებში. პროფესიული განათლებაზე რადგან საუბრობთ, ერთსაც კითხავთ და გადავალ შემდეგზე, როგორც ვიცი, დაინერგა რამდენიმე საპილოტო პროგრამა სკოლებში. გამართლა ამან? ძალიან. ჩვენ ბოლო წლებში შექმნით, ესე ვთქვათ, პროფესიული განათლება იმისთვის, ალბათ ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი გამოწვევა პროფესიული განათლების, რომ რატო არ არის ბევრი სკოლის მოსწავლე, რატო არ მიდის პროფესიულ განათლებაში და ხელმისაწვდომობა შეიძლება ერთ-ერთი გამოწვევა არის. ამის გამო ჩვენ შევიტანეთ როგორც ესე ვთქვათ, ინტეგრირებული პროგრამები, როგორც კოლეჯებში, ასევე შევიტანეთ სკოლებში ინტეგრირებული პროფესიული პროგრამები პილოტურ რეჟიმში 2020 წელს დაიწყო ეს პროგრამა და 20 სკოლაში დაინერგა და 20-ვე სკოლაში არის არაჩვეულებრივი გამოხმაურება. მე თვითონაც როცა მივდივარ და მაქვს საშუალება რომ შევხვდე ამ პროგრამებზე მოსწავლე სტუდენტებს, ისინი რაღაცნაირად ძალიან დიდი სიხარულით აღნიშნავენ, რომ მათ გააკეთეს ეს არჩევანი სკოლის პარალელურად სკოლაშივე დაიწყეს პროფესიული განათლების მიღება და რაც მათ საშუალებას აძლევს, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ უკვე პროფესიული კვალიფიკაციით ხელში მიიღონ ძალიან მაღალანაზღაურებადი დასაქმების შესაძლებლობა და უკვე აი ამ ასე ვთქვათ გაჩენილი ახალ მატერიალური რესურსით მიიღონ შემდეგ კიდე გააგრძელონ ასე ვთქვათ საკუთარი განვითარება და როგორც პროფესიული განათლების მიმართულებით ვთქვათ ისე შეიძლება იყოს ეს არაფორმალური, ანუ
უმაღლესი განათლების მიმართულებით. ამიტომ პროფესიული განათლების აი ამ ინტეგრირებულ პროგრამებს აქვს ძალიან კარგი შედეგი და ჩვენი მიზანია, რომ წელს უკვე ეს რაოდენობა 100-მდე სკოლაში შევიდეთ, ასე ვთქვათ და ეტაპობრივად ყველა დიდ სკოლაში იყოს საშუალება საქართველოში, რომ იყოს როგორც აკადემიური მიმართულებით საშუალო განათლების პარალელურად ასევე პროფესიული განათლების საშუალებას. თუმცა მეორე ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე ჩვენ გვაქვს ის, რომ პროფესიულ განათლებაში შინაარსობრივად თქვენ წინა კითხვაში ესეც გქონდათ, რომ შინაარსობრივად ძალიან ბევრი რამე შეიცვალა. პირველი ის, რომ ვცდილობთ მაქსიმალურად ახლოს სწავლების ეტაპზევე მონაწილეობდეს იყოს ბიზნესი და დამსაქმებელი, პოტენციური მომავალი დამსაქმებელი ჩართული. ამიტომ ჩვენ გვაქვს საჯარო კერძო პარტნიორობის ფარგლებში სხვადასხვა თანამშრომლობის მოდელები და დღესაც მზად ვართ, რომ დიდ სექტორის დაინტერესებულია, ხომ, რომ კადრების დეფიციტზე საუბრობს მუდმივად ყველა. ეს არის თანამედროვე სამყაროს პრობლემაც არის, მაგრამ დამსაქმებელს უჭირს ხო შესაბამისი კადრის მათ შორის თანამედროვე ქართული ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი არა უბრალოდ ადამიანური კაპიტალი, არამედ პროფესიული კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსის მქონა და აქედან გამომდინარე პროფესიული განათლება დღითიდღე იძენს მნიშვნელობას. მე შემიძლია ვთქვა, რომ გასაოცარია ასევე სტატისტიკური მაჩვენებელი იმ ადამიანების, ვისაც უმაღლესი განათლება აქვთ, მათ შორის არა მარტო ვთქვათ საბაკალავრო, არამედ მაგისტრატურის და სადოქტორო საფეხურზე მიიღებული განათლება და მოდიან შემდეგ პროფესიულ განათლებაში. იმიტომ რომ ეს არის რეალურად უნარი, სადაც ასევე გარდა იმ კონკრეტული ხელობისა ან კვალიფიკაციისა და პროფესიისა, რომელსაც იხსენებენ, სამეწარმეო უნარებსაც ვასწავლით ჩვენ პროფესიულ განათლებაზე. და შემდეგ დასაქმებისთვის შესაძლოა მათ შორის აი მცირე მეწარმეობისთვის და ინდივიდუალურად თვითონ რომ წამოიწყონ სხვადასხვა საქმიანობა, აი ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. მეორის მხრივ ჩვენ მოვახდინეთ არსებული კვალიფიკაციები განვაახლეთ ბიზნესის და რეალურად ეკონომიკის დაკვეთას მოერგო ყველა პროფესიული კვალიფიკაცია. ანუ ის კვალიფიკაციები, რომელსაც დღეს პროფესიული განათლების კურსდამთავრებული იღებს, ხო, არის ის, რომელსაც მოთხოვნა არის ბაზარზე და აქედან არის ზუსტად გამომდინარე ზუსტად ისიც, რომ ძალიან მაღალია დაჩვენების მაჩვენებელი, დასაქმების მაჩვენებელი პროფესიულ განათლებაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აი რაღაც ჩვენ საზოგადოებაში არსებულ სტიგმას პროფესიულ განათლების მიმართ ეს იქნება თაობა, რომელიც შეცვლის და მიხვდება და აღმოვაჩენს, რომ პროფესიული განათლება არის არაჩვეულებრივი გზა განვითარების ადამიანის ცხოვრებისეულ განათლების ეტაპზე და წარმატების მისაღწევად. და ბოლოს უნდა კითხოთ, ყველა დრო ამოგვეწურა, მოდის არჩევნები, თითქოს რაშვაშია არჩევნები, მაგრამ ყველა არჩევნების წინ მუდმივად არის საუბარი, პოლიტიკური ნიშნით ხდება სკოლის ან ბაღის ხელმძღვანელების განთავისუფლება და სულ რაღაც ხმაურია ხოლმე ამის ირგვლივ. როგორ გეგმავს, რადგან მოდის ეს არჩევნები, ამ პოლიტიკისგან გამიჯვნას განათლების სამინისტრო და ზოგადად როგორ დაიცავთ სასწავლო დაწესებულებებს იმისგან რომ ნაკლები პოლიტიკა შევიდეს ასე ვთქვათ სკოლებში და უმაღლესებში. ანუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ზუსტად ერთ-ერთი ნიშანი, განმანცხოვებელი ნიშანი ჩვენი ხელისუფლების და მათ შორის ჩვენი გუნდის, რომ მიმართულია ყველა დონეზე პროცესები როგორც რა თქმა უნდა ზოგადი განათლებისა და უმაღლესი განათლების საფეხურზეც, ასევე ახალგაზრდების პოლიტიკის თვალსაზრისითაც ჩვენ გვაქვს არაერთი ბანაკი, მათ შორის დღესაც მოქმედებს როგორც ჩაურის ისე ანაკლეის ბანაკი, მაგრამ ამ ბანაკში მოხვედრილი ნებისმიერი ახალგაზრდა ნახავს და თავად დარწმუნდება, რომ არანაირი პოლიტიკა არაფორმალური განათლების პროცესში არ მონაწილეობს, არ არის ჩართული და გარდა იმისა, რომ თქვათ ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერში პოლიტიკაა და ანუ მე ვამბობ, რომ რომელიმე პარტიის ან გუნდის მიმართ მხარდამჭერი რაღაცა მიმართული და აქეთკენ მიმართული მესიჯები ჩვენ დღეს მოქმედ ბანაკებში არ გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ასევე ის, რომ ტრადიციულ ბანაკებს ახალგაზრდებისთვის დაემატა უკვე თემატური ბანაკების და წელს თემატური ბანაკები გაიმართება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში და ასევე ყვარელის ესე ვთქვათ იუსტიციის სასწავლო ცენტრში და გარდა ამ ბანაკებისა ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით ჩვენ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი არის საგრანტო კონკურსები. გვაქვს სხვა გრანტო კონკურსები, როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე სტუდენტებისთვის, ასევე რეგიონებში მაცხოვრებელი ახალგაზრდებისთვისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის, რომლებიც ახალგაზრდული მიმართულებით და ახალგაზრდული ორგანიზაციების თვალსაზრისით აპირებენ სხვადასხვა პროექტების განხორციელებას. ჩვენ თვალი ადევნოთ
ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსებს და მიმართავ ყველა ახალგაზრდას, რომელიც დაინტერესებულია სხვადასხვა მიიღოს მონაწილეობა და თავად მიიღოს მონაწილეობა როგორც ბანაკებში, ასევე საგრანტო კონკურსებში და გვაქვს ასევე საერთაშორისო ბანაკებით. ძალიან მოთხოვნადია საქართველოს, მათ შორის ჩვენი რეგიონალურ დონეზე, რომ უმასპინძლოთ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუდენტებს, ახალგაზრდებს და მეორეს მხრივ ასევე ქართულ ახალგაზრდებს მიეცეთ საშუალება, რომ უცხოეთში უცხოურ ბანაკებში მიიღონ მონაწილეობა და იქაური, ასე ვთქვათ, გამოცდილებითაც აღიჭურონ. დიდი მადლობა, რომ პასუხობდით ჩვენს კითხვებს. იმედია, განათლების სფეროთი დაინტერესებულმა ადამიანებმა და რასთავარი ახალგაზრდებმა, რომლებსაც აინტერესებს რა სიახლეები იქნება განათლების სისტემაში, გარკვეული ინფორმაცია მიიღო. მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმარი, ალექსანდრე წულაძე, განათლების მინისტრი, პასუხობდა ღამის კურიერის კითხვებს. მე დღეს ამით გემშვიდობებით, ჩვენ ერთმანეთს ორ შაბათს შევხვდებით და კვირის პოლიტიკურ მოვლენებს მოვიხილავთ ჩვენ სტუმრებთან ერთად. ასე რომ დროებით. მადლობა, რომ გვიყურეთ.